გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მსოფლიოს 5 ყველაზე წარმატებულ კრიმინალზე. სიტყვა წარმატებული არ ვიცი რამდენად ზუსტად ასახავს ამ ადამიანთა ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი შეფასებითია. თქვენვე განსაჯეთ ვიდეოს მიმდინარეობისას. ფრენკ აბიგაილ უმცროსი, ამერიკის შეერთებულ შტატების 50-ვე შტატში და მსოფლიოს 26 ქვეყანაში ეძებდნენ. ფედერალურმა ბიურომ იგი 10 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა და ამ საშინელ დამნაშავეთა შორის იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო. ფრენკ აბიგაილმა თავისი გამოჩენილი კარიერა, როგორც საუკეთესო თაღლითმა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამისის საკრედიტო ბარათიდან $1000 მოიპარა. 16-დან 21 წლამდე აბიგაილი ეწეოდა თაღლითურ ცხოვრებას. 5 წელიწადში მან საბანკო ოპერაციებითა და სხვა მაქინაციებით $2.5 მილიონი შეაგროვა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ფრენკის მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ფრენკი ამ დროს 16 წლის იყო. ამის გამო მან კოლეჯი მიატოვა და კრიმინალურ ცხოვრებას შეუდგა. ფრენკის საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით დიდი ადამიანის შეხედულება ჰქონდა, ამიტომ პირადობის მოწმობაში დაბადების თარიღი შეცვალა და 10 წელი მოიმატა. მან თავისი წარმატებული თაღლითური კარიერა ჩეკების გაყალბებით დაიწყო, რის შედეგადაც ასე ვთქვათ $40,000 გამოიმუშავა. ფრენკიმ თაღლითობით ავიაკომპანია პანამის ფრინავის უნიფორმა ჩაიგდო ხელში. პილოტის საქმიანობის დასრულების შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტის დიპლომი გააკეთა და 1 წელი მასწავლებლად მუშაობდა ფრენკ ადამსის სახელით. ამის შემდეგ ჯორჯიის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმად დაიწყო მუშაობა ფრენკ კორენსის სახელით. ექიმად 2 წელი ასაღებდა თავს, თანაც ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე. ის უბრალოდ ენციკლოპედიებს კითხულობდა და ექიმების მუშაობას ადევნებდა თვალყურს. აბიგაილმა პროკურორის თანაშემწის როლით არაჩვეულებრივად მოირგო. ის პირველად 1969 წელს საფრანგეთში დაიჭირეს, თუმცა აქედანაც დააღწია თავი თავისი თაღლითური ხერხებით. ფრენკი სხვადასხვა ქვეყნის ციხეში იჯდა გარკვეული დროით, თუმცა ფარხმალი არც ერთხელ დაუყრია. ციხის ადმინისტრაცია ბევრჯერ გააცურა. საბოლოოდ 1971 წელს დაიჭირეს და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც მხოლოდ 4 წელი მოიხადა. მას შემდეგ რაც ფედერალურმა ბიურომ მისი საქმიანობა გამოიკვლია, თანამშრომლობა შესთავაზეს და დღესდღეობით ფედერალური ბიუროს აკადემიაში ლექციებს კითხულობს. ამავდროულად ის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი და უამრავი ბანკის მრჩეველია. ფრენკიმ თავის ცხოვრებაზე წიგნიც კი დაწერა, სახელად დამიჭირე თუ შეგიძლია, რომელიც ძალიან მალე ბესტსელერად იქცა. სტივენ სპილბერგმა კი ამაზე ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს. ფილმში ხვდებით თავად აბიგაილსაც. ის ასრულებს პოლიციელის ეპიზოდურ როლს, რომელიც მთავარ გმირს აპატიმრებს. აბიგაილმა თავისი მეორე წიგნიც გამოსცა, მოპარვის ხელოვნება, სხვათა შორის ძალიან კარგი ფილმია. წიგნების ტედ კაზინსკი, იგივე უნა ბომბერი. ტედ კაზინსკი, ცნობილი როგორც უნა ბომბერი, დაიბადა 1942 წელს, ილინოისში. კალიფორნიის უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლიდა. მოგვიანებით ცხოვრების სტილი შეიცვალა და მონტანას ტყეში განდეგილი ცხოვრება დაიწყო. 1978-1995 წლებში კაზინსკი კრიმინალურ ცხოვრებას ეწეოდა. ფოსტით აგზავნიდა ბომბებს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ავიაკომპანიაში. საბოლოო ჯამში მის დანაშაულებრივ ქმედებებს 3 ადამიანი ემსხვერპლა და 24 ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა. პირველი ბომბი ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების განყოფილებაში გააგზავნა. ამის შემდეგ სამიზნეში ავიაკომპანიები ამოიღო 2 ბომბით. ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. საქმემ სახელი აკრონომის სახით მიიღო, უნა ბომ, რაც იშიფრება როგორც University and Airline Bombing. უცნობ თავდამსხმელს კი უნა ბომბერი უწოდეს. კაზინსკი მრავალი სერიული მკვლელისგან გამოირჩეოდა. ის დანაშაულს ფილოსოფიური შეხედულებებიდან გამომდინარე ჩადიოდა. არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც ის სამართალდამცავების კვალის ასაღებად ფეხსაცმელზე პატარა ზომის ძირს აკრავდა. ასაფეთქებელ მოწყობილობებში დებდა საფეხფარაშოში ნაპოვნ თმის ბეწვებს. თითოეულ ნაბიჯს რვეულში სპეციალური შიფრით იწერდა. ცოტა რამ ვთქვათ მის ბავშვობაზეც. 9 წლის ასაკში ტედის ალეგრია განუვითარდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი იზოლირებულმა გაატარა.
ექიმებმა პატარა კაზინსკი საწოლზე მიაბეს, რათა გამონაყარს არ შეხებოდა. ის ამ მდგომარეობაში ერთი თვე იტანჯებოდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ალეგრიის პერიოდმა ტედის პიროვნულობაზე უზარმაზარი გავლენა იქონია, რაც გასაკვირი სულაც არ არის. 16 წლის კაზინსკი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტიპენდიით. სწავლობდა მათემატიკას და იყო ასევე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილე, სადაც მონაწილე პირებს ვერბალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ფიქრობენ, რომ ამ ექსპერიმენტმა დიდი გავლენა იქონია კაზინსკის არაადეკვატურ ქმედებებზე მომავალში. 1970-იანი წლების დასაწყისში კაზინსკიმ საკუთარი ხელით ააგო პატარა ქოხი, სადაც იზოლირებულ ცხოვრებას ეწეოდა. დიდ დროს უთმობდა კითხვას. სწორედ ამ პერიოდში ანტისახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდა. ალბათ ამის შედეგია მისი 65 ფურცლიანი მანიფესტი, ინდუსტრიალური საზოგადოება და მისი მომავალი, რომელიც 1995 წელს გამოაქვეყნა. მასში კაზინსკი მსოფლიოს თავისებურ რეორგანიზაციასა და თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს განიხილავდა. ის ემუქრებოდა მედიას, რომ თუ ისინი ამ მანიფესტს არ გამოაქვეყნებდნენ, აფეთქდებოდნენ. 1996 წელს მანიფესტის გამოქვეყნებიდან მალევე კაზინსკის ძმამ დევიდმა იცნო მისი წერის სტილი, იდეები და აღნიშნული შესახებ FBI-ს მოახსენა. ამავე წელს ფედერალურმა გამომძიებელმა ტედ კაზინსკი საკუთარ ქოხში დააკავა. მის სახლში აღმოაჩინეს ერთი დასრულებული ბომბი და სხვა ბომბის ნაწილები, ასევე 40,000 გვერდიანი ჩანაწერი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი დანაშაული. 1998 წელს კაზინსკის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი კოლორადოს სასჯელ ასრულებით დაწესებულებაში გაგზავნეს, სადაც მასთან ერთად სასჯელს იხდიდა ოკლაჰომას ბომბერი ტიმოთი მაქვეიგი და რამზი აჰმედ იუზეფი, რომ არა მისი ძმა ამ ადამიანს ალბათ ვერასდროს დაიჭერდნენ. ვარდისფერი პანტერა. ვარდისფერი პანტერა ასე ქვია ერთ-ერთ უძლიერეს კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის სახელს $500 მილიონ მეტი ღირებულების ოქროსა და ძვირფასეულობის ფურდობა უკავშირდება. სწორედ ეს ბანდაა პასუხისმგებელი 350 ძარცვაზე ევროპის, ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის 20 სხვადასხვა ქვეყანაში. სახელი ვარდისფერი პანტერა ბრიტანულმა პრესამ მიანიჭა 2003 წელს, მას შემდეგ რაც მათ მიერ მოპარული ბრილიანტის ბეჭედი სახის კრემში იპოვეს. ვარდისფერი პანტერის სახელზეა მსოფლიოს საკმაოდ წარმატებული და გაბედული რამდენიმე ძარცვა, მათ შორისაა 2005 წელს სენ-ტროპეს ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვა, რის დროსაც ბანდის წევრები სამართალდამცავებს სწრაფმავალი კატარღით გაეცნენ. 2007 წელს დუბაის ერთ-ერთი ძვირფასეულობის მაღაზიის დაყაჩაღება მოხდა, როდესაც ორი აუდის მანქანით შეიჭრა ვარდისფერი პანტერა და დაახლოებით 3 წუთში უკან დაბრუნდა $3 მილიონ მეტი ღირებულების საათებითა და ბრილიანტებით ხელში. მათ სახელზეა $363 მილიონ შეფასებული 4 ნახატის ფურდობაც. მათ შორის იყო სეზანის ბიჭი წითელ ჟილეტში, დეგას გრაფ ლეპიკისა და მისი ქალიშვილების პორტრეტი, მონეს სტაფილოს მინდორი, ვეტეიას მახლობლად და ვან გოგის აყვავებული წაბლის წერტოები. მონესა და ვან გოგის ტილოები მალევე იპოვეს. დეგასა და სეზანის ტილოები 4 წლის შემდეგ და მუზეუმს დაუბრუნეს. ვიქტორ ლუსტიგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული თაღლითი. ასე შეიძლება უწოდოთ კაცს, რომელმაც ეიფელის კოშკი ორჯერ გაყიდა. ვიქტორ ლუსტიგი დაიბადა 1890 წელს ჩეხეთში. საუბრობდა 5 სხვადასხვა ენაზე. გამოირჩეოდა სწრაფი აზროვნებითა და გონებამახვილობით. ლუსტიგი წლების განმავლობაში თაღლითობით ითვისებდა სხვადასხვა ადამიანის ქონებას. მან თავისი მოღვაწეობა მდიდარი და წარჩინებული ადამიანებით სავსე საკრუიზო გემებზე დაიწყო. 1925 წლისთვის ლუსტიგი უკვე მსოფლიოს მასშტაბით ძებნილი თაღლითი გახლდათ. ცნობილია, რომ ლუსტიგს 40-ზე მეტი ფსევდონიმით იცნობდნენ. ჯერ მარტო ამერიკაში ის დაახლოებით 50-ჯერ დააკავეს. ვიქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920 წელს გადავიდა. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა საქვეყნოდ ცნობილი განგსტერი ალ კაპონეც, რომელსაც $50,000 გამოსთხოვა. 1925 წელს ლუსტიგი პარიზში დაბრუნდა. მან ადგილობრივ გაზეთში ამოიკითხა, რომ ეიფელის კოშკს ცუდი მდგომარეობის გამო სასწრაფოდ ესაჭიროებოდა რესტავრაცია. ვიქტორმა შემდეგ ხილს მიმართა, შექმნა ყალბი დოკუმენტები და 6 სხვადასხვა პოტენციურ მყიდველთან დაგეგმა შეხვედრა. ის მათ წარუდგა, როგორც
ფოსტისა და სატელევიზიო კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე და ეიფელის კოშკი ერთ-ერთ მათგანს პირად საკუთრებაში გადასცა. გარიგებიდან მან დიდი რაოდენობით თანხა მიიღო და ავსტრალიაში მიიმალა. მოგვიანებით ლუსტიგი კვლავ დაბრუნდა საფრანგეთში და მეორედ სცადა ეიფელის კოშკის გაყიდვა. თუმცა უშედეგოდ. მყიდველმა ის ამოიცნო და პოლიცია შეატყობინა. მომხდარის შემდეგ ლუსტიგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა, სადაც დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის 12 წლის შემდეგ ვიქტორია ალკატრასის ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი პნევმონია გახდა და მაინც ლუსტიგი შეგვიძლია მივიშინოთ ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ და ავანტიურის თაღლითად მთელ მსოფლიოში. ფერდინანდ დე მარა უდიდესი თვითმარქვია, თაღლითის სახელით შევიდა ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა, თითქმის ყველა პროფესიაში მოსინჯა საკუთარი ბედი. ის გახლდათ მღვდელი, ქირურგი, სტომატოლოგი, ინჟინერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ადვოკატი, ბავშვთა უფლებების დაცვის ექსპერტი, რედაქტორი, ციხის უფროსის მოადგილე, მოსამართლე, მასწავლებელი და ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ სიცოცხლეში მოასწრო. 1960 წელს მსახიობობაც გამოსცადა და ეპიზოდური როლი ითამაშა საშინელებათა ფილმში. მის ცხოვრებას რომანები და პიესები მიუძღვნეს. მასზე გამოცემულია წიგნები, მათ შორის ქართულ ენაზეც, ორტომეულში ფურდები და თაღლითები. დე მარას ცხოვრებაზე გადაღებულია მხატვრული ფილმი უდიდესი თვითმარქვია. 1996-2000 წლებში NBC-ზე გადიოდა სერიალი თვითმარქვია, რომელიც დე მარას ცხოვრებას გადმოსცემდა. მიუხედავად მისი თაღლითური ცხოვრებისა, ფერდინანდი ყველას უყვარდა და ძალიან აფასებდნენ. მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი. ყველაფერს ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა. ალბათ სწორედ ამ ნიჭის დამსახურებაა, რომ მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეპარვია არც ერთ პროფესიაში. ფერდინანდ დე მარა დაიბადა 1921 წელს მასაჩუსეტსის შტატში. მამამისი მდიდარი ფრანგი ბიზნესმენი იყო, დედა ირლანდიელი კათოლიკე. მშობლებს სურდათ ფერდინანდი სასულიერო პირი გამხდარიყო. 11 წლის იყო ფრედი, როდესაც მამამისი გაკოტრდა. ოჯახმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად გარეუბანში გადავიდა. მალე ფრედს და გარდაეცვალა, რის გამოც სახლიდან წავიდა. ერთხანს საბრძოლო ხომალდზე ქირურგად მუშაობდა. ერთ დღეს მის ხომალდს კორეელების ხომალდი შემოხვდა, რომელზეც მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ. დე მარა 24 საათში ყველას გაუკეთა ოპერაცია და სიკვდილს გადაარჩინა. მის გმირობაზე კანადის ყველა გაზეთი ლაპარაკობდა. სწორედ ესაა ის თვითმარქვია ქირურგი, რომელმაც საშინლად დაჭრილი 16 ადამიანიდან 15 გადაარჩინა. წარმოიდგინეთ 24 საათის განმავლობაში რამდენი ოპერაცია გააკეთა. 1941 წლიდან ამერიკის ჯარში მსახურობდა, სადაც ახალი სახელითა და გვარით დარეგისტრირდა. ეს სახელი და გვარი მის მეგობარს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ კი იგი გამუდმებით იცვლიდა სახელს. დე მარა ცხოვრებაში ყველაზე უცნაური ფაქტი ისაა, რომ მას არც ერთ შემთხვევაში დიდი მატერიალური გამორჩენა არ მიუღია. ასეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ თითქოს მას მხოლოდ სოციალური სტატუსი აინტერესებდა. იგი 1982 წელს გარდაიცვალა. თუმცა თაღლითობის სფეროში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი სახეა. ასე იყო მანამ და სავარაუდოდ ასე იქნება მომავალშიც. მისი განვლილი ცხოვრება ამის თქმის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იქნებ დალაიქოთ და არხით გამოიწეროთ. და თუ ამ ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა, შეიძლება მეორე ნაწილიც გადავიღო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.